ესე იგი გავაკეთოთ იმის რეალიზაცია, რაც წერან ვისაუბრე. ესე იგი ფაქტიურად აქ მე უნდა დავამატო ეხლა ღერძები. წავშლი ამას აღარ გინდა, თუ დავჭიდაოდეს მე შემოვიტან ისევ ახლიდან. ესე იგი D ღერძი გჭირდება აი ამ კედლისათვის, ვტოვებ, რაც არის ქვედა სათულზე, ეს E ღერძი დაბლა სათულზე ჩავდივარ, ეკუთვნის ამ კედელს. ავედი ისევ ვარსწორიზე, ამ ზედა სათულზე და მჭირდება ორი ღერძი აქ და აქ. ესე იგი ეს ერთი ღერძი უნდა იყოს G-ს და D-ს შორის, ჩემ შემთხვევაში, იმიტომ რომ ლოგიკურია დიდი ფილოსოფია და თვალის გაზომვა არ არის საჭირო, ჩანს რომ ეს აქეთ არის, ეს კედელი დაბლა არის. და ერთი ღერძი დამჭირდება E და V-ს შორის. შეგვიძლია რა თქმა უნდა ახლა გამოვიყენო ხელსაწყო პირობითად მაინც გაჩვენეთ, მაგრამ მე მარტივი რეჟიმს გავაკეთებ. შევიდე გავზომო აქიდან აქამდე. სკაფსკაფით და გამოვიტანო დავსვა ზომა და გავარკვირო აქ, თორემ მჭირდება აი ეს რიცხვი ზომის 1615. და აქ რა დაგვრჩება, თუ აი ამ ღერძიდან ამ ღერძამდე არის 3200, მაშინ გამოდის რომ 3200 მინუს აი ეს რიცხვი იქნება იმისათვის, მეორე ღერძისათვის. ისე რომ აქ ჩამატების დროს გამოვიყენებ უკვე რახან გამოვიტანი აი ეს მაჩვენებელი ღერძიდან, ხოლო აქ პირობითად ჩავსვავ. და ნახავ მე მაუსით როგორ გავასწორებ ამ პარამეტრს. შევით რა თქმა უნდა ამ სათულზე, იმიტომ რომ ყველა ღერძი ჩანს ამ შესაბამის სათულზე, მოვნიშნავ ყველა ღერძს, იმისაც რომ ყველა ღერძი მოინიშნოს, რა თქმა უნდა, T-შავ suspend group და ერთხელ დაწყაბებით ნებისმიერ ღერძზე ერთიანად მოინიშნება ყველა პარამეტრი. შევდივართ menu design-ში, შესაბამისად grid system-ში. შევკეცავ ამ ყველა ხვეულს, რომ ვიზუალურად ხელი არ შეგვიშალოს, გავხსნით grid option, სადაც ახლა დავამატებ შესაბამისად ჰორიზონტში, ანუ horizontal grid line-ში ღერძებს. ესე იგი, როგორც აღნიშნეთ, ეს ჩავსვავ A, B, G და D-ს შორის. ესე იგი, A, B, G და D. გინდა D მონიშნეთ, გინდა G მონიშნეთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. და ვამატებ პლუს. ნუ ამ შემთხვევაში D ღერძი მოვნიშნე მე, დავაჭირე პლუს. გაიმეორა იგივე ზომა 2400-2400. G-ს თუ მონიშნავდი, მაშინ 2000 გიქნებოდა 2 ცალი შესაბამისი სახელწოდებებით. ვამახვილებ ყურადღებას, რომ შინაარსობად ხვდებოდეთ, რას ვაკეთებ. 2400 არის აქ. აიტო აი მარტივად გავაკეთებ. დაუშვათ შუაში ვამატებ ღერძს. რა თქმა უნდა, რომელიც მე გასაწევი იქნება. მარტივად რო ვიანგარიშოთ რიცხვები, იმიტომ ვამბობ შუაში. 2400 გაყოფილი შუაზე არის 1200. ისე რომ ამაშიც 1200 ჩავწევ და ამაშიც 1200 ჩავწევ. ლოგიკურად რჩება აბსოლუტურად იგივე. მე ხელახლა შემოვალ აქა და ღერძებს ასახელი დავარქვათ, ამაზე ცალკე ვისაუბრებ. და მეორე ღერძი ჩასამატებელია V და AB G D E და V-ს შორის. E და V-ს შორის. მაგალითად მოვნიშნე V, დავაჭირე პლუს. ესე იგი S მერე, აი ამ ღერძის მერე, უნდა წამოვიდეს ახალი ღერძი აი S, რომელიც იქნება 1615 დაცილებული. ესე იგი S მერე მოდის აი ეს ახალი ღერძი, რომელიც იქნება დაცილებული 1615-ით. და მომდენო ღერძი V, რომელიც იყო 3200, აი ეს აქედან დაცილებული E-დან, ეხლა აი ამ ღერძიდან აქ რო შეიქმნება, მანძილით უნდა იყოს დაცილებული. ამიტომ 3200 ვიყენებ კალკულატორს. 3200 გამოვაკლებ 1615. ესე იგი აქ უნდა იყოს 15.85. ჩავწერე 15.85. ვაწვევით OK. ვეუბნებით continue და ჩაემატა ღერძები. როგორც ხედავთ. საწყისი მნიშვნელოვანი და ბოლო ღერძი თავის ადგილასაა, დამატების დროს პრაქტიკულად არ გადაადგილებულა არც ერთი ღერძი. ყველა დარჩა თავის ადგილას. აი ეს ღერძი ზუსტად იგზის, სადაც საჭიროა, იმიტომ რომ აქ გამოვთვალეთ ეს რიცხვი. რას გვჭირდებოდა? ხოლო აი აქ რაც უნდა იყოს, არის აი ეს D ღერძი, რომელიც პირობითად ჩავსვია, ხო 1200-1200. ამიტომ გაჩვენებთ ახლა მარტივად როგორ ვაკეთებ ამას. რა თქმა უნდა, ისევ ჩართული არის ერთნაირი ერთდროული მონიშნა. თუ ესე არ გამოგივათ, მაშინ შევხვავთ დიზაინში, grid system ელემენტში და grid ელემენტის
ღილაკით grid element setting-ში ჩართავთ ისე მთელ სიგრძეს ღერძის ამას და ისე გააკეთებთ გაწევას. კენსელით გამოვალ. თუმცა ჩემ შემთხვევაში გავაკეთებ ასე. გავთიშე. უბრალოდ ჩავთე suspend group-ი და აი ეს D ღერძი უნდა გავუსწორო ამ ღერძს. მარტივად ვაკეთებ მის გადაადგილებას, დავაწყაპე. ჩავთე გადაადგილების ხელსაწყო, drag. ვაკეთებ ვერტიკალურად გადაადგილებას, მაგრამ ვერტიკალური გადაადგილების დროს აი ამ ღერძის გასწვრივ უნდა იყოს. ამიტომ დგები აი აქ ველოდები, დგები ნიშნავს შევეხე, არ ვაწყაპებ. გაჩნდა ლურჯი წრეწირი, იქიდან ტრასირებას მიკეთებს ხაზის და ის ტრასირება და ვერტიკალური გადაადგილება ვიპოვე გადაკვეთა. დავაწყაპე ამ ადგილას. მივიღე შესაბამისი პოზიცია, იქ სადაც უნდა იყოს. ეს რიცხვი არის აი ესაც, ახლა ამათ შორის დარჩა. აქ რაღაცა მერე ჩასართავი, გამოსართავი გვექნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ვეხები აი ესეთ თანამიმდევრობას. ესე იგი, ყველა ღერძი დავსვით იქ, სადაც უნდა იყოს და ალბათ მაინც უკეთესი იქნება ჩავთავ ახლა მაჩვენებლებს, რომ ხედავდეთ სად რა ღერძი იმყოფება, შევედით დიზაინში grid system ელემენტი, მერე ისევ გადმოვთავ ამას, რა თქმა უნდა. საერთოდ ეს გადმოვთვა ჯობია ბოლოს გააკეთოთ ხოლმე. ან ეს როგორც ვისაუბრე რიცხული პარამეტრის ჩაწერით თუ გინდათ, როდესაც დოკუმენტირებას აკეთებთ ბოლოს, თუ ხელს ადამიანს გიშლით, უკვე იცით რომ ლეიერიდან შეგიძლიათ დათიშოთ ხოლმე ეს მაჩვენებელი. უბრალოდ ასე აჯობებს ამ შემთხვევაში, რომ ხედავდეთ, რომ არ ვამოვდე ეს ღერძი აქედან, იცით ამ კედელს ეკუთვნის, ის ღერძი იმ კედელს ეკუთვნის, ხედავთ უკვე ვიზუალურად ამ ხაზებს რომელი გადის. ეხლა რა არის აქ მნიშვნელოვანი? ჯერჯერობით სახელწოდებები. ისე მოვნიშნე ერთიანად, ისევ შევედი, რა თქმა უნდა, ხა სათითაოდ მიწევს ესე შესვლა, თქვენ ერთი შესვლით შეგიძლიათ ეს ყველაფერი გააკეთოთ. შევკეთე, ვინც რა თქმა უნდა ცოტა წინ ხარ და ისმენთ უბრალოდ ვიდეოს, თავიდან ბოლომდე და მერე იმეორებთ იგივეს. და არა ის რომ აჩერებთ და მერე იმეორებთ, აჩერებთ, იმეორებთ და ასე. ისე რა თქმა უნდა, ერთ-ერთში უნდა გაიმეოროთ. ესე იგი, საუბარი არის აი ამ A, B, G და შესაბამისად აი მომდენო D ღერძზე. ეს D ძირითად ღერძად ჩავთვალოთ, იმიტომ რომ ეს გვქონდა ჩვენ. ეს E ღერძი ძირითადად ჩავთვალოთ, ის მეორე დაემატა. ფაქტურად რა შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ? A, B, G, D, E, B, Z გადავაკეთო ესე? არა, ვინაიდან ღერძები სხვადასხვა სართულზე უნდა გამოჩნდეს, ამ ორიდან პირობითად ვირჩევ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთს როგორც პირობითად დამხმარე ღერძს და მაგალითად აი ეს ღერძი ან ეს ღერძი დიდად არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, შემიძლია ორივე იყოს D, მაგრამ დავამატო ესეთი აპოსტროფი პრიმ ნიშანი. შეგიძლიათ რა თქმა უნდა D-1 გააკეთო, რა ვიცი, როგორც გინდათ. უკაცრავად აქ დისტანციაში გადმომიხდა, კენსელით გამოვალ ახლა შევალ, იმიტომ ის რიცხვი აღარ წერო ახლიდან, შემთხვევით კლავიატურაზე სხვა კლავიშზე მომიხდა ხელი. ესე იგი, ან ერთი ან მეორე D-1 შეგიძლიათ აკეთოთ, მაგრამ უფრო მიღებული რაღაცა სტანდარტული წესი არის აპოსტროფი პრიმი, ხო, D'. ამ ორიდან ნებისმიერ რომელიც გინდათ. ასევე ამ ორიდან რომელიც გინდათ, ალბათ უფრო აი ეს მეორე სწორი იქნება, რომ იყოს შესაბამისად პრიმი, ანუ აი ეს. იმედია კლავიატურაზე იცით ეს სიმბოლო სად იმყოფება, ოკეი, დავაჭირე და შევიტანე შესაბამისი ცვლილება სახელწოდებებში, ხო, გაჩნდა პრიმ. მოხსნი მონიშნოზე, ახლა მივედით იქამდე, რომ დავტოვო ამ სართულზე მარტო ის ღერძები, რაც აქ უნდა ჩანდეს და პირველ one story-დან 0 სართულზე უკაცრავად დავტოვო ისინი, რაც იქ უნდა იყოს. ანუ ფაქტობრივად შეიძლება პირიქით თქვა. 0 სართულზე რაც არ უნდა იყოს, უნდა მივუთითო, რომ მარტო უნდა იყოს პირველზე. დანარჩენი ყველა ღერძი თითქმის ყველა სართულზე უნდა გამოვიდეს. ანუ ფაქტობრივად ეხლა რამდენიმე ღერძი რაც ეს იქნება, პავლოს ვესები გადასვლა გადმოსვლა თუ არ გიყვათ. მოდი, აი ეს ღერძით დავიწყოთ. რომელიც ამ კედლის ადგილმდებარეობას აჩვენებს, რომელიც ზედა სართულზე არ წარმოადგენს აუცილებლობას, იმიტომ რომ არ უნდა ჩანდეს. ცალკე უნდა მოვნიშნო ეს ღერძი, ამიტომ ჩავთე suspend-ი, მოხსენე ახლა მონიშნო, გაჩვენოთ უბრალოდ ერთიანად ინიშნებოდა და უნდა მოინიშნოს ცალკე. აი ახლა აი ეგ შევდივარ უკვე მართვის პანელში, არა დიზაინში, არ შეგეშალოთ აქედან აწახვიდეთ. შევდივარ აი ამ ღილაკში, რომელიც შევდიოდით დიზაინიდან, იმიტომ რომ grid ელემენტი ეს იყო, თუ ვერ ხვდებით არა უშავს, ეს ამით ხომ მაინც ხვდებით, სადაც ამას ვაკეთებთ. და აქ ვუთითებ
რომელ სართულზე ან სართულებზე უნდა ჩანდეს ეს. ეხლა ჩვენ კონტექსტს ვაკეთებთ 2 სართულიანს, რა თქმა უნდა და მეტი სხვა სართულზე არ უნდა ჩანდეს, მარტო one story-ზე უნდა ჩანდეს. ამიტომ ამ სიიდან პირდაპირ შემიძლია შევიდე custom-ში, edit custom-ში უკაცრავად და მივუთითო რომ უნდა ჩანდეს მხოლოდ და მხოლოდ one story-ზე. one story-ზე კი არა უკაცრავად no story-ზე, ground floor-ზე, ასე თქვა. ოკეი, ვაწვევი. იმიტომ რომ one story-ზე ვარ, ეხლა აქ არ უნდა ჩანდეს, აქაც ოკეი, ვაწვევი. და ვიზუალურად ის აქედან ქრება. ჩავდივარ ქვედა სართულზე და ვხედავთ რომ აქ არის. ზედა სართულზე ავდივარ, ვხედავთ რომ აქ არის. ჩავედით ქვემოთ. ესე იგი, რომელი ღერძი არ უნდა იყოს აქ? ეხლა ასე ვიტყვი, ქვედა სართულზე, ground floor-ზე, სართულებს მიაქციეთ ყურადღება, რომელზეც ვარ ხოლმე, როდესაც ამას ვასრულებ. აი ეს ღერძი არ უნდა ჩანდეს, უნდა ჩანდეს one story-ზე. მასთან ერთად ასევე აი ეს ღერძი არ უნდა ჩანდეს, უნდა ჩანდეს ზემოთ one story-ზე. ორივე ერთდროულად shift-ით შემიძლია მოვნიშნოთ და ერთდროული ოპერაცია შევასრულო, ისაც გჭირდება. რა თქმა უნდა, ისევ იგივე შინაარსით all stories ხსნი, შევდივარ custom-ში და ვუთითებ რომ უნდა ჩანდეს, მოგაცავთ edit custom-ში, უნდა ჩანდეს მხოლოდ one story-ზე. ესე იგი ეს ორი გავთიშე და დავტოვე ვას პრინციპში მეორე story-ზე არ ვჭირდება, ალბათ ჯერ არ ვიცი ხა იქ სხვას რო გავაკეთებ რა იქნება, თუ დავჭირდა მე ჩავთვალ. ოკეი, დავაჭირე 0 სართულზე ვარ და ეხლა 10-დან უნდა გავუქმდე საკონდა ვიზუალურად. ეს ნახაზია. ანუ როგორც ხედავთ, დაგვრჩა ისევ აბსოლუტურად იგივე ღერძები, რაც ქონდა ამ სართულზე. ზედა სართულზე რო ვარ, ღერძი ითიშება, შუაში რომელიც არ გინდა და რჩება სხვა დანარჩენი, რომელიც უნდა ქონდეს აქ. რაც შეეხება აი ამ ზომის ხაზების გასწორებას, ამაზე მე ცალკე ვისაუბრებ, როდესაც დოკუმენტირებაში გადავალ. აქ მინდა გავაკეთო, რომ ამის რეალიზაცია თვითონ პროგრამულად არ არის შექმნილი და მექანიკურად მოგვიწევს, ამიტომ ეხლა ამაზე საუბარი იქნება ზედმეტი, უბრალოდ ვამაყურებ ყურადღებას, რომ მარტო ამ ღერძების ესე გაწევ გამოწევას იმ რეალურ შედეგს ვერ ვახსენებთ, რაც გვჭირდება, იმიტომ რომ გაუგებარია, ხო ეხლა ზედა სართულზე ავედი და რა ორი ზომა არის ეხლა აქ მოცემული. რა ხაზია ეს, რომელიც აქ ჩანს. უბრალოდ მიუხედავად იმისა, რომ grid სისტემში გეძლევა საშუალება ზომის ხაზის გამოიტანო, ღერძის გამოიტანო, ზომის ხაზი დამოუკიდებელი ელემენტია და მას თავის რედაქტირების საშუალებები გააჩნია. ამიტომ ამას მე კიდევ ცალკე განვიხილა. უბრალოდ ეხლა აქ მე დავასრულებ ისეთ რედაქტირების მოქმედებებს, როგორც არის მაგალითად რა ვქნა, როდესაც ეს ღერძები ესე არის გადაჭედილი თუ გადაახლართული ერთმანეთთან. აქ შეგვიძლია გავაკეთოთ მექანიკური მოქმედება, ოღონდ ცალკე უნდა მოინიშნოს ღერძი, ორი ვარიანტს გაჩვენებთ რა თქმა უნდა. მოვნიშნე ეს ღერძი, დავაწყაბი აი ამ წერტილში, მართვის საშუალებას ჩავთე ბოლო ღილაკი, move node და გამოვწიე იმ ხელაზე, რამ ხელაზეც გჭირდება. ამ მათ შორის შეგიძლია ესე გაწიო, რა ვიცი. გააჩინა პროექტირებას, როგორი სახით გინდა რომ იყოს. ვაბრუნებ მოქმედებას უკან. როგორ გავაკეთო პროგრამულად ეს ზედმეტი მომევიდა. აუ ზედა სართულზე ისევ გადავამოწმებ, რო ესე არის, კი ბატონო. პროგრამულად ეს შეგვიძლია გავაკეთოთ. suspend-ი გამოჩნდა, მოვნიშნე ეს ღერძები, უკვე grid სისტემიდან შევედი. დავხსნათ grid element და გავააქტივროთ ეს auto strange grid marker. საერთოდ ეს რო ვიცოდეთ, მხოლოდ ერთჯერადად მუშაობს, ანუ ერთჯერადად შეასრულებს ამ მოქმედებათა ოპერაციას, რაც ახლა ჩვენ იხილეთ და რატომ თქვი ახლა ერთჯერადად, უყურეთ, თქვენ რომ შეხვიდეთ ხელმეორედ რაღაცის აკეთებლად აქ და სხვა რამე გააკეთოთ, ნახეთ არ არის ეს ჩართული. და მე შეიტანო თამაში იმაში ცვლილებები და დაგავიწყეთ, რომ ეს ხელახლა უნდა ჩართო და ისე გამოხვიდე ოკეიცი. ისევ ესე დაგიბრუნდება, როგორც იყო თავდაპირველად. ესე იგი, ამიტომაც თქვი რომ ფაქტიურად თუ კიდე შეხვედით აქედან არა უკაცრავად, თუ კიდევ შეხვედით grid სისტემში რაღაცის ნაგველი არ წარმოადგენს ახლა დიდ პრობლემას თქვი რომ რაღაც პროგრამული ხარვეზები გააჩნია პროგრამას. ხო, ლოგიკას მოკლებული, რატომ არ უნდა დარჩეს ეს ჩართული, ანუ ყოველ შესვლაზე მოგიწევს ხოლმე ხელახლა ამის ჩართვა, აი ამაზე ვამახვილებ ყურადღებას. ნუ ყოველ შემთხვევაში უკვე იცით ეს რას აკეთებს და დღეს იმ წუთას თუ არ გაგახსენდა, ხვალდაზე როდესაც შეხედა რომ გადახლართული ერთმანეთთან, ამ ორ ერთ ვარიანტს გამოიყენებ, რომელიც ამჟამად მე გიჩვენეთ. აი ეს არის ასე ვთქვათ ჩვენი ამ ვიდეო გაკვეთილის თემა. დავასეივებ რა თქმა უნდა ცვლილებებს, კიდევ ერთხელ შევხედოთ რომ ხშირად ავიწყდებათ ხოლმე სეივის გაკეთება, ასულ შეხედოთ თვითონ კი ასეივებს, მაგრამ ნუ ყოველი მოქმედების შემდეგ შეგვიძლია შევწავოთ. ნუ აქ ლოგიკურია სამდეში არაფერი არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ღერძებზე ვაკეთეთ ეს ოპერაცია, მხოლოდ და მხოლოდ და დავაკეთეთ ბადე ისე. მოკლედ აი ახლა მე გამიხიდე რეალიზაცია, როგორ შეგიძლიათ მოახდინოთ ღერძების ჩვენების გამოყენებით შესაბამისად სხვადასხვა სართულზე, როდესაც ერთი უნდა ჩანდეს და მეორე არ ჩანდეს.